შეკრება მანიფესტაციებთან დაკავშირებით წესების კიდევ უფრო მეტად გამკაცრების საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავენ. საკანონმდებლო პაკეტის მეორე და მესამე მოსმენით განხილვა და მიღება ხვალ 16 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე იგეგმება. ცვლილებების თანახმად შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, სრმსადენი ან მომწავლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამხვევი აქციის ორგანიზატორია ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით. იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით, ასევე 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება პირს, რომელიც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ზიანის მისაყენებლად. ამგვარი აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩაწერა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემას 1 წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება 2 წლამდე ვადით. გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას ან მის კანონიერ განკარგულებას არ დაემორჩილება. საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები ქართული ოცნების დეპუტატები არიან. ხედავთ, რომ სხვადასხვა პირები, მათ შორის გარედან ფონდებიდან მიღებული თანხების მიმართვა ხდებოდა და ხდება ჯარიმების გადასახდელად, აგროვებენ ჯარიმების გადასახდელ თანხებს და შესაბამისად ის, რომ ადამიანმა არ დაარღვევს კანონი, ამის აღსრულება ვერ და არ ხდება. საბოლოო ჯამში ჩვენ ვიღებთ ისეთ ცვლილებებს, რომელიც ერთი მხრივ უზრუნველყოფს ნებისმიერი ადამიანის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ამავდროულად უზრუნველყოფილი იქნება სხვათა უფლებების, ეფექტურად იქნება სხვათა უფლებების დაცული. მარტივად რომ ვთქვათ, თუ საკმარისი ადგილი არის, რომ ადამიანები განთავსდნენ და რაც არ უნდა მიუღებელი, არასახელმწიფოებრივი ან გარედან თავს მოხვეული აზრი კონდეთ და გააჟღერონ და დააფიქსირონ. მაგრამ როგორც კი ისინი დაარღვევენ კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, მათზე გავრცელდება კანონი, რა თქმა უნდა, იმ სიმკაცრით და იმ დოზით, რაც გათვალისწინებულია და მათ შორის რაც უფრო რბილია, ვიდრე მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში, გავიხსენოთ მაგალითად ჰოლანდიის მაგალითი, საფრანგეთის მაგალითი, გერმანიისა თუ დიდი ბრიტანეთისა თუ ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევა. შეიძლება პროტესტის აბსოლუტურად ასეთი მიდგომისგან ნეიტრალურ ვითარებაში რაღაც საკითხის გარშემო მოხდეს. ნებისმიერ ქალაქში და ასე შემდეგ, რომელსაც არ აქვს ეს წინასწარ ჩადებული განზრახვა ესეთი, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს მიზანმიმართული რყევისა და გადაკეტეს გზა. ამ შემთხვევაში ის მოქალაქეც პირდაპირ ხდება ესეთი ადმინისტრაციული სასჯელის, ასე ვთქვათ, ზემოქმედების ქვეშ. თუ საკმარისი ადგილია ადამიანებისათვის, რომ დადგინდა თავიანთი საპროტესტო მოწოდებები განახორციელონ, მაშინ მათ როგორც წარსულში ეკრძალებოდათ, ისე მომავალშიც აეკრძალებათ გზის გადაკეტვა. არავით არის ახალი რეგულაცია ამ კუთხით არ შემოდის. 10 კაცია, რომელსაც სრულია გადაკეტოს გზა. პოლიციელი მიდის და საჯაროდ ეუბნება 10-ვეს, განაცხადეს, რომ თქვენ გეგრძალებათ, გთხოვთ გადახვიდეთ. ეს 10-ვეს ეროვნულად ეხება და არც ერთ მარში ასვლა 10-ვეს დაიჭერენ? თუ პერსონალურად უნდა მივიდეს და უთხრას, როდის აკრძალა. საჯაროდ გამოცხადდება შესაბამისი ხმის გამაძლიერებლის მეშვეობით, რომლის მოსმენის შესაძლებლობა აქვს და იქნება ყველას, ვინც კი კანონს არღვევს, რომ ისინი არღვევენ კანონს და უნდა შეწყვიტონ და უყოვნონ კანონის დარღვევა, ანუ რა იგულისხმება, გადავიდნენ ტროტუარზე და ტროტუარზე გამოხატონ თავიანთი პროტესტი. პარლამენტმა 80 ხმით ერთხმად პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის გათვალისწინებით კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება და არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალებათ. ქართული ოცნების კანონის პროექტი პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით გავიდა, მანამდე საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კონკრეტული პარტია აიკრძალება, აკრძალული პარტიის წევრებს და მასთან დაკავშირებულ პირებს არ ექნება
შესაძლებლობა პასიური საარჩევნო უფლებით ისარგებლონ, მათ აღარ შეეძლებათ იყვნენ არჩეული პარლამენტსა და მუნიციპალიტეტებში. ამავდროულად შეეზღუდებათ კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავების უფლება, ვეღარ შეძლებენ გახდნენ სხვა პარტიის წევრები, ასევე ვერ გახდებიან სხვა პარტიების შემომწირველები. ამასთან პარტიას, რომელიც ასეთ პირებს საკუთარ რიგებში გააწევრიანებს, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ჯარიმა დაეკისრება. ქართული ოცნება ასაკრძალ პარტიად ნაციონალურ მოძრაობას ასახელებს და აცხადებს, რომ აღნიშნული პარტია ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. ამის დამადასტურებელ ბოლო მაგალითად კი 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს ასახელებს. აღნიშნულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს მიმდინარე კვირას მეორე და მესამე მოსმენით მიიღებენ. მაშინ, როდესაც იდეაში პარტიები უნდა იყვნენ და მათ საქმიანობა უნდა იყოს დემოკრატიის ქვაკუთხედი და როდესაც ამ პრინციპებს არ ღვევენ კონკრეტული პოლიტიკური გაერთიანებები და მათი მიზანი არის, რომ ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას, დარტყმა მიაყენონ ქვეყნის სუვერენიტეტს, განზრახ მოქმედებენ ლეგიტიმური ხელისუფლების ძალადობის შესვლისკენ, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისკენ, ომისა და ძალადობის პროპაგანდის გამოწვევის მოტივით და მათ მიზანს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა წარმოადგენს, საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულია, რომ ასეთი პარტიები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ექვემდებარებიან შესაბამისი სარჩელის და დასაბუთების შემთხვევაში ექვემდებარებიან აკრძალვას. ჩვენ არ ვიქნებით გამორჩეულები სხვა ქვეყნებთან შედარებით, თუ მივიღებთ გადაწყვეტილებას და ავსახავთ ორგანულ კანონში იმ სულისკვეთებას, რომელიც ისედაც დევს საქართველოს კონსტიტუციაში. უფლება აკრძალული ადამიანის სხვა პარტიის სიაში მოხვედრა თქვენბრძანეთ იზრდება ჯარიმით. დამთავრდება თუ ის სავალდებულოა სიიდან ამოღებული იქნეს ის პიროვნება. რა თქმა უნდა, ასეთი პირი რეგისტრაციაშიც არ გატარდება და ვალდებულება იქნება, რომ რეგისტრაციიდანაც მოიხსნას და მარტივია, იმიტომ რომ თუ სიაში დარჩება, შესაბამისად არჩეული იქნება რომელიმე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრად, მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ უკვე ამ წარმომადგენლობითი ორგანოს, მაგალითად პარლამენტს აქვს კონსტიტუციური ვალდებულება, რეგლამენტ გათვალისწინებული ვალდებულება, რომ არჩევნების შედეგად თითოეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილება თვითონვე ცნოს, მაგრამ საკრებულოს შემთხვევაში შემაჯამებელი ოქმიდან მე-14 დღის იწყება კონკრეტული საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადა. მარტივად რომ ვთქვათ, ამოღებულიც უნდა იყოს, რა თქმა უნდა. და თუ ჯიუტად ახალი პარტია არ შეასრულებს ამ კონსტიტუციურ ნორმას, თვითონ გახდება თუ არა საფუძველი ამ პარტიის მოხსნისა რეგისტრაციით. პარტიაზე არ არის ეს დამოკიდებული, საარჩევნო კომისიის მიერ მოხდება მისი ამოღება, რეგისტრაციაში არ გატარდება საერთოდ ასეთი პირი. ამავდროულად თუ პარტია ჩასვამს და მიიღებს სიაში ჩასვლის გადაწყვეტილებას, ეს იქნება სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და შესაბამისად სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც სასჯელის სახით ჯარიმას ითვალისწინებს, ამოქმედება ამ პარტიის მიმართ. და თუ ახალ პარტიაში ან სხვა პარტიაში, რომელსაც არ აქვს უფლება, რომ წევრად მიიღოს პოლიტიკურ საქმიანობა შეჩერებულ აკრძალული პირები და მნიშვნელოვნად იქნება მათი წარმომადგენლობა, შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებები, ეს იქნება პოლიტიკური მემკვიდრე პარტია, ეგრეთ წოდებული მემკვიდრე პარტია, რომელთა აკრძალვის თაობაზე დამატებით იქნება შესაძლებელი, რომ სარჩელით მიმართოს მაგალითად პარლამენტის წევრებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ქუთაისის აეროპორტში კანონდარღვევის 4 ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში 400 გრამამდე არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები და მონეტები აღმოაჩინეს. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 85,027 ლარი შეადგინა. კანონდარღვევი 2 მოქალაქის საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო 2 კანონდარღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 172 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად 25,409 ლარით დაჯარიმდა.
ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო, აცრა ყველა მოქალაქისათვის უფასოდ არის ხელმისაწვდომი. ქუთაისში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 14 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აცრა 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ყველა მოქალაქისათვის უფასოა. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს 200,000 დოზა ფრანგული წარმოების 4 კომპონენტიანი სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოსმიერ რეკომენდირებულ ვაქცინებს შორის. როგორც სამინისტროში განმარტავენ, ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაციაც მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყეთ 10 ოქტომბრიდან. 9 ოქტომბერს პრაქტიკულად ყველა მუნიციპალიტეტს ჰქონდა უკვე მიწოდებული და ლოჯისტიკური უზრუნველყოფა გაკეთებული იყო. 10-დან მინისტრის ბრძანების შესაბამისად საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეზე 6 თვის ასაკიდან ზემოთ არის შესაძლებელი გრიპზე ვაქცინაციის ჩატარება. აღნიშნული ვაქცინაციის ესეთი დროული დაწყება მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჯერჯერობით ჩვენ არ აგვაქვს ცირკულაციაში გრიპის ვირუსი აქტიურად დაფიქსირებული, შესაბამისად, რაც უფრო დროულად ჩავიტარებთ ამ ვაქცინაციას, დროულად გამოვიმუშავებთ შესაბამის იმუნიტეტს და მზად ვიქნებით იმისათვის, რომ სეზონზე გრიპი თუ დაგვემართება, ან გადავიტანოთ იოლად, ან შეიძლება საერთოდაც არ დაგვემართოს და არ დავინფიცირდეთ გრიპის ვირუსით. არანაირი უკუჩვენება გრიპის ვაქცინაციის შემთხვევაში არ აგვაქვს, მხოლოდ და მხოლოდ თუ არა ის ახლა ვთქვათ რესპირატორული დაავადების ნიშნები და აქვს ტემპერატურა მაღალი 38-ზე ზემოთ, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა არ უტარებთ ვაქცინაციას გამოჯანმრთელებამდე, თუ ადამიანი თავს გრძნობს ჯანმრთელად და კარგად შეუძლია მივიდეს და ჩაიტაროს ვაქცინაცია. მომავალი წლიდან პენსიები იზრდება. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მომავალ წელს 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 45 ლარით გაიზრდება და 495 ლარის ოდენობით განისაზღვრება. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება. ამასთან 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 454 ლარი. მეგატივი დაინტერესდა თუ როგორ აფასებენ მოქალაქეები ქუთაისში პენსიების მატებას. ესალმები მაგას, მაგრამ პენსიასთან ერთად ჩინოვნიკების ხელფასი რო 2 და 3 ეძება, ეგი არა მოსაწონი, ეს ბაზარს აძვირებს. ამიტომ იმათ ხელფასები არ უნდა მოემატოთ. პენსიები კი უნდა გაიზარდოს, ამას მიესალმები. თუმცა ის ოდენობა ერთი წელი პენსიონერი ვარ 96 წელში გადაბიჯებული კაცი და მინდა რომ დიდი ხნის სიცოცხლე მე აღარ მიკავია ხელში და მინდა რომ ამ მოხუცებმა კარგად ეცხოვრონ კაცსა და რომ ადამიანურად ეცხოვრონ რა. საკმარისი მეტი თვარაკა უნდა იკმაga პარახშობი. და შეიძლება ხის პედოლა ფოტოასტარა. საკმარისია პენსიის ეს რაოდენობა იმისთვის, რომ ადამიანს ღირსეული ხანდაზმულობა ქონდეს? საკმარისი არასდროს არ მოხდება მაგე. იმიტომ რომ რაც უფრო ბევრია, ადამიანს უფრო უნდა კიდევ ფული რო ქონდეს თუ არა. ახლა თუ ხო მეტი თვარაფერი არ უნდა იკმაga, პარაგზა მეტი. კი 20 ლარი, ჩვილო 20 ლარი ასლა. რო დახარჯოთ. ჰა? რა ვიცი, ვიცი 20 რა, რა ვიცი, აბა შვილიშვილს ვაჩუქებ. იმიტომ ჯერ იმან არა, იმან ჯერ არის ის 20 ლარის ფასი და მით ვაჩუქებ. პენსიონერებს ხანდაზმულებს რაში არის ეხარჯებათ ყველაზე ხშირად პენსია და რამე? წამარში, ბაბუა, წამარში, ბაბუ, შენ შემოგულო, ჩემი და. აბა, მე კი არ დამეხარჯება, ფული დაეხარჯება ჩემშვილს ლობიოში, ბრინჯში, თევში და იმაში. თორემ მე რა მჭირდება, წამარში მეხარჯება, თორემ დახარჯო ჩემი შვილი დახარჯოს მოგყვებ. შეული ცხოვრებისთვის რა არის შვილო და ოპოზიციას და პოზიციამ ორივემ ჩაგიდონ ერთმანეთს ხელით. იმიტომ რომ ჩვენ ოპოზიცია გვყავს რა დედამშობად, რა დედამნახად. მაგენს ვენაცვალე შვილო. მე პატა ბურჭულაძე მეწოდება შვილო, პატა ბურჭულაძე რა უხნეს კაც. თუ არა მაგენი ვიც არიან და რაც არიან კარგად იცი და ეს ახლა რა გითხრა, ეს მაგარი ებიძი ეგაც.
Წარმაგარი როგორც უნდა ისე გვათამაშოს და ღმერთმა გაუმარჯოს. მაგარი რო არის კაცი ტაში უნდა დაუკრა. აი, პენსიების დავა რაში მეყოფა ის მითხარი. რაოდენობის უნდა იყოს პენსია განსაზღვრული, რომ თქვა უზრუნველყოს ადამიანების ეს უფრო ხანდაზმულობა. მაგის პენსია ალბათ საქართველოში არ უცხარ იქნება. წამლებში რა შეხარჯა პირველი რიგი წამლებიან. სხვაში მაინც არაფერში ყოფნა. ჯერ არც იმაში ყოფნის, მაგრამ სხვაში მაინც არაფერში ყოფნის. ის შეცვლას უსურვებდი და წყობისას. 50-60% ღარიბია და 50-60% მილიონერი მილიარდელებია. მაგის შეცვლას უსურვებდი, რომ იყოს დემოკრატია, იყოს მშვიდობა და იყოს შრომელი ადამიანის დაფასება. დღეს მართლმადიდებელი სამყარო ქართველი წმინდანების დავით და კონსტანტინეს ხსენების დღეს მოწამეთობას აღნიშნავს. მოწამეთას დავით და კონსტანტინეს სახელობის ტაძარში მრევლმა შეკრება დღეს დილიდან დაიწყო. ტაძარში ტრადიციულად საზეიმო წირვა ლოცვა აღევლინა. ამ დღის აღსანიშნავად მორწმუნეები იმერეთში საქართველოს სხვა კუთხეებიდანაც ჩადიან. მათ შეუძლიათ გაიარონ მოწამეთას ტაძრის გვირაბში, სადაც სურვილის ჩაფიქრების შემდეგ პატივს მიაგებენ დავით და კონსტანტინეს წმინდა ნაწილებს. გადმოცემის თანახმად მოწამეთას ტაძარი სწორედ იმ ადგილზე აგებული, სადაც არგვეთის მთავრები დავით და კონსტანტინე მურვან ყრუს შემოსევის დროს აწამეს. დღესასწაული ყოველი წლის 15 ოქტომბერს აღინიშნება.